ნიკა ფარულავა შემოგვერთა ნიკა დილამშვიდობის სამთავრობო ხარ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ. ნიკა ამით დავიწყოთ, მოდი რაღაცნაირად კიჟინა ქონდათ ოცნების წარმომადგენლებს, რომ აი ესე უხაროდათ, რომ აი ძლივს უკრაინა დამარცხდა და გაფორმდება და ჩვენ აგვიშტებით მართლები და როგორ თურმე აი ამერიკელები როგორ გთხოვდნენ ომში ჩართვას და მე როგორ გადაგვარჩინა ივანიშვილმა. ხო, მოგესალმებით დილამშვიდობის, მიესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან ფართო თემაა ჩემი აზრით და ეხლა ძალიან მოკლედ უპასუხოთ, მოდი მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ცხადი იყოს რეალურად სადგას ქართული ოცნება, ხო? და კიდევ ერთხელ გამოკრისტალდეს ეს ამბავი თუ მისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი შიშებია, ლეგიტიმური შიშებია მათ შორის ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც მინიმუმ ორჯერ ფართო მასშტაბიანი ომი გადაიტანა ბოლო 30 წელში რუსეთთან და იქ კიდევ ვიყო, ხო, შეტაკებები ჩვენ გვახსოვს, რომელსაც ომის სახელი არ დარქმევია, სამწუხაროდ ჩემი აზრით ესეც ომი იყო, იმიტომ შენ ტერიტორიაზე როდესაც ადამიანი გბომბავს, ეს გამოცხადება ომის, მაგრამ მოდი მივყვეთ, ხო, ქართული ოცნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბოლო წლებში განსაკუთრებით ქართული ოცნებას აქვს ორი მთავარი მესიჯი, ეს არის სუვერენიტეტის დაცვა და ორ ფეხზე არავისთან არ დადგომა. როგორც კი ეს ამ ეგრეთ წოდებული გეგმის, რომელიც ჯერ კიდევ გარკვევაშია ზოგადად საიდან მოვიდა, ამ გეგმის დეტალები გამჟღავნდა, ქართულ ოცნებას ჰქონდა შემდეგი მესიჯი, რომ ისინი იყვნენ კმაყოფილები, რომ უკრაინა ვერც ომს ვერ ასრულებს და ვერც ომს ვერ აგრძელებს. და როდის იყო ქართული ოცნება მართალი უკრაინამ, ხო რეალურად რა მოითხოვა ის, რომ ისინი იყვნენ სუვერენული სახელმწიფო, მათ გადაწყვიტონ, რომელ ენას ექნება სახელმწიფო ენის სტატუსი, რომელი მათ გადაწყვიტონ რა რიცხოვნობით იქნება მათი შეიარაღებული ძალები, მათ გადაწყვიტონ, რომელი ერთობის ალიანსების თუ გაერთიანებების წევრები ახდებიან მომავალში, მათ გადაწყვიტონ, მათ ტერიტორიებს კონსტიტუციაში რა ტიპის ჩანაწერი ექნება და ასე შემდეგ. დავსვათ კითხვები, ჩემი კითხვები ყველაზე სწორია საზოგადოებისთვის, ახმადობისთვის, რა არის სუვერენული სახელმწიფო თუ არა ის სახელმწიფო თავად გადაწყვიტოს გახდეს ნატოს, ევროკავშირის თუ სხვა ერთობის წევრი. და რა არის სუვერენული სახელმწიფო თუ არა ის სახელმწიფო თავად გადაწყვიტოს რუსული იქნება მის სახელმწიფო ენა, უკრაინული თუ რა ვიცი ინგლისური, ხო? და რა არის სუვერენული სახელმწიფო თუ არა ის სახელმწიფო თავად გადაწყვიტოს რა რიცხოვნობის შეიარაღებული ძალები ეყოლება და კონსტიტუციაში რა ტიპის ჩანაწერებს განახორციელებს, იქნება ის დისკრიმინაციული თუ ანტიდისკრიმინაციული, ხო? არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს არის სუვერენიტეტის გამოვლინება, როდესაც ადგილზე სახელმწიფო და ხალხის წარმომადგენლები თავად წყვეტენ ყველა იმ ძირითად საკითხს, რომელიც სიამოვნებაში განსაზღვრავს ამ თუ იმ სახელმწიფოს თქვათ მომავალს და ამას ითხოვდა უკრაინა და ხო, ყველასთვის აბედნიერო და ქართული ოცნებისთვის სამწუხაროდ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინამ და ევროკავშირმა და ევროპამ მორიგ ჯერზე გამოავლინეს ჩემი აზრით ერთიანობის ის უპრეცედენტო მაჩვენებელი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა ზოგადად ევროკავშირს, სადაც მათ შორის მერცმაც ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ ევროკავშირი ბიუროკრატიული ორგანიზაციიდან უნდა გადაკეთდეს და დაუბრუნდეს იმ წიაღებს, რითაც ის შეიქმნა. პოლიტიკურ სახელმწიფოებრივი ერთობა, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს კონტინენტზე და მსოფლიოში მთავარ პოლიტიკურ ძვრებს. ხო, ამასთან ერთად ეს დიდი და ომის დასრულება სინამდვილეში დიდი დარტყმა იქნება ოცნებისაც ბიუროკრატიაში, იმიტომ რომ ერთი პროპაგანდისტულ სათქმელს დაკარგავენ და მეორე ფინანსურს, იმიტომ რომ ისინი ამ ომის ხარჯზე ხეირობენ. და მეორე მთავარი ამბავი, თქვენ ბოდიშით რო ჩაგეჩერეთ, თქვენ ასევე გახსენეთ, რომ რაღაცა თითქოს ბედნიერები იყვნენ რაღაც ომს ვერა ქართული ოცნება უნდა ჩამოყალიბდეს და პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვას, ამ ომში ჩათრევას დღემდე სთხოვენ, ანუ განგრძობითი პროცესია ეს თუ დასრულდა იქ რაღაც ეტაპზე და ღარიბაშვილი ამის გამო ისჯება ბოლო-ბოლო რომ მშვიდობა შეგვინარჩუნა თუ რა ხდება საერთოდ, იმიტომ რომ თუ არავინ აღარ გთხოვს ომში ჩართვას, მაშინ სინამდვილეში მათ უნდა აწყობდეთ, ხო, როგორც ამ ქვეყნის მათი აღქმით ხელისუფალს და პატრიოტ გუნდს, რომელიც მართვის სადავეებშია, სამწუხაროდ რომ რუსეთი მაქსიმალურად დასუსტდეს და ასე შემდეგ. ოღონდ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, ხო? შეიძლება ვიღაცას უტოპიურად მოეჩვენოს, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ მყავდა ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დასავლეთთან არ იქნებოდა მინიმუმ ცივ ომში, ჩვენ შევძლებდით მათ შორის სანქციების პაკეტებში, მათ შორის ყველა დიპლომატიურ მაღალ საერთაშორისო ტრიბუნაზე საქართველოს დეოკუპაციის, საქართველოს განხილვის საკითხი უკრაინასთან ერთად ყოფილიყო ერთ-ერთი პრიორიტეტული და ეს არის სწორედ დიპლომატიის ფუნქციას, დიპლომატიის მისია და დანიშნულება სახელმწიფოთა შორის და სახელმწიფოების დონეზე, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ერთხმად სამწუხაროდ ამ ყველაში არ შედიან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, აღნიშნავენ იმას, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მიუნხენის კონფერენციის, ნობელის კონფერენციის შემდეგ, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ის ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც არსებობდა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და ამის შემდეგ უკვე პირველი, ეს თქვათ, პირველები, ვინც თავი დავიცავით 21 საუკუნეში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიისგან, ვიყავით ჩვენ. ამას ყველა აღნიშნავს, ყველა ერთხმად შეთანხმდნენ, მათ შორის ისინი, ვინც სამწუხაროდ
სამწუხაროდ სხვა ფიქრები ჰქონდათ, რომ არა 2008 წელი დაცული რომ ყოფილიყო ბუქარესტის სამიტის შეთანხმება, შესაძლებელია ჯერ 2008 და შემდეგ 2014 წელი ჩვენ თავიდან ნაგვერიდებინა. ამიტომ ხო, ეს იყო ერთ-ერთი მდგენელი, რომელთაც ჩვენ შეგვეძლო მინიმუმ დავახლოვებოდით ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე გაშვებული შესაძლებლობაა. ნიკა, ამასთან ერთად მოდი შიდა პოლიტიკურ ნაწილზეც გადმოვიდეთ, რა ხდება ქვეყნის შიგნით, ხო? დაკავებები გრძელდება და რეჟიმმა თავისივე შექმნილ ჩარჩოში ენაჩვენება ვერ შეძლო გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ხო? ადამიანები ტროტუარებზე დგანან, ტროტუარიდან აპროტესტებენ და მაინც იჭერენ, ხო? რა სჭირდებათ ახლა ეს დაჭერები? უნდათ რომ ჩათვალეს, რომ ვერ შეაშინეს ხალხი საკმარისად და უნდა გააფართოვონ ეს წნეხი. ხო, მე აქ უფრო სხვა მდგენელს ხედავ, მე ვხედავ იმას, რომ სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა რა ეს სხვა ინტენსივობით ყოველთვის ხორციელდებოდა, ჩვენ გვახსოვს უბრალოდ ფართო მასშტაბიანი სახე მიიღო, იმიტომ რომ გაფართოვდა სინამდვილეში წინააღმდეგობის მოძრაობის, ეს თქვათ სივრცე და ბევრად მეტი ადამიანი ჩაერთო ამ მოძრაობაში. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რაც შეიძლება ეს თქვათ მეტ ადამიანს უთხრას, რომ ხო, თუ ისინიც გამოვლენ, თუ ისინიც გააპროტესტებენ, ისინიც დაისჯებიან და ეს შიშის კულტივირება მოახდოს. ანუ საქართველოს ოცნებას უნდა რომ ადამიანი მოკლას საქართველოს მოქალაქეში, საქართველოს მოქალაქე მოკლას ადამიანში და ამას ცდილობს არაუბრალოდ ერთის მხრივ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების აკრძალვით, რაც ჩემი აზრით ნიშნავს ზოგადად ქართული პასპორტის ჩამორთმევას და არა საკანონმდებლო დონეზე იმ ეგრეთ წოდებული გამკაცრებებით, რომლებიც სინამდვილეში მართლა დრაკონული კანონებია, არამედ ამას აკეთებს მათ შორის მორალურ ადამიანურ დონეზე, ხო? და ამას აკეთებს არა მხოლოდ ეს თქვათ მისთვის კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგან ადამიანების მიმართ, არამედ მათ შორის ამას უკეთებს ქართულ პოლიციას. ეხლა ვიღაცამ შეიძლება გამაკრიტიკოს ფიქროს რა დროს მაგაზე საუბარია და შემდეგ, მაგრამ მე მაინც ყოველთვის ვთვლი, რომ ამ საუბარს აქვს აზრი და რატო. სამართალდამცავებს თუ ვინმემ თავიდან ბოლომდე თუ სამართალდამცავი უწყება გაღწნა და ამ ქვეყანას არ ქონია ტრადიცია გარკვეული რამდენიმე წლის განმავლობაში რომ რაღაცა მართლა თავიდან ბოლომდე პოლიტიკისგან დაცლილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავიდან ბოლომდე მორგებული ყოფილიყო ადამიანის ინტერესს უბრალოდ თუ ვინმემ ბოლომდე გაღწნა ეს არის მართლა ქართული უცდება და რატო ხო ადამიანებს ეუბნებიან რომ შენ უნდა დააკავო აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის ქალი აზა ჩილაჩავა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ბევრი მათ შორის მე და სამწუხაროა ეს ყველაფერი გულისწყრომით ვამბობ, ბევრი აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ომის მონაწილე და ვეტერანი მუშაობს. ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა დააკავოს 71 წლის აზა ჩილაჩავა, გაგრელი ქალი, მის წინააღმდეგ უნდა მიცეთ ჩვენება, ქალი, რომელმაც შესაძლებელია შენი თანამებრძოლის ცხედარი ბოლოს ქართულ მიწას მიაბარა. და ამის წინააღმდეგ უნდა მიცეს ჩვენება. შენ უნდა დააკავო, არ ვიცი, შენი ლექტორი, შენი თანამშრომლის, ეს თქვათ, შვილი, შენი თანამშრომელი. ანუ ყველა ის, ვისთანაც გაქვს გარკვეული სოციალური კავშირი, ვისთან ერთად სინამდვილეში იყავი აი ამ სოციუმის წევრი. საბოლოო ჯამში მიყავთ ადამდე, ხო? მიყავთ იქამდე, რომ ეს დიდი უკმაყოფილება ჩემი აზრით უკვე არსებობს და ეს შეიმჩნევა და ამის გამოხატულებაა ის, რომ, რა ვიცი, ქალაქის და საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის და საპატრულოს უფროსები არიან პირადად ჩართული ამ დაკავებებში. კი, სხვა საქმე არ ქონდათ. ამ ქალაქში სხვა დანაშაული არ ხდება, თუნდაც მილიონნახევრიან ქალაქში და რუსთაველზე ამ ხალხს უნდათ დიო. პირადად არიან ჩართულები. ესეც ხო გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ აი ამ შიდა პოლიციურ იერარქიაში ადამიანებს აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ ხო ისინი ამ ვითარებას ჭყალებში მიხედავენ, როგორც ვიცი, ამბობენ და ამ ვითარებას გადატეხავენ. ოღონდ ჩვენ რაც უნდა გვახსოვდეს, არის ერთი ფაქტი, არის ერთი, რომ ვერც ერთ ეტაპზე, ვერც ერთ დონეზე ქართული ოცნების ვერც ერთმა ნაბიჯმა იქნება ეს ეგრეთ წოდებული კანონების გამკაცრება მიიღება და ასე შემდეგ, თუ მათ შორის გავსი ტიპის ძალადობრივი ქმედებები ვერ იმუშავა და ამ ვერ იმუშავის გამოხატულება არის, რომ ის შიში, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა ავტორიტარული სისტემისთვის არის ერთი პრინციპის გარშემო მოქმედებს, რომ შიში ჭამს თავისუფლებას და ეს შიში უნდა დანერგონ, ეს შიში მათ ვერ დანერგეს, პირიქით ადამიანებმა გაიაზრეს ერთი რამ, რომ ახლა თუ შეეშინდებათ, შეგვეშინდება, იქნება ძალიან უარესი და მივიღებთ უარეს შედეგს. ამიტომ სინამდვილეში ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩემი აზრით რეჟიმს უჯენს ფას, უჯენს არა მხოლოდ პოლიტიკურ ფას, არამედ მათ შორის ადმინისტრაციულს, ხო? ადმინისტრაციულ ფას იმ ხრივ, რომ დღეს აბსოლუტურად ყველა მიცის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიღაც თანამშრომელი და 21 საუკუნის ციფრულ სამყაროში ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გამოსაკვლევია, მან ჩაიდინა კანონდარღვევა, მან ქალს შეაფურთხა, მან ქალს ხელი გაარტყა, მან ქალზე იძალა და მას უბრალოდ რა ვიცი, წაერთვა ის ქართული დნმ-ი, რაც სინამდვილეში უნდა გააჩნდეს ადამიანს, რომელიც მოქმედებს იმ ფიცის ქვეშ, რომელიც დაიდო მანამ სამ გახდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო
მინისტროს წევრი. ნიკა, აუცილებლად უნდა გითხო ნიკა მელიას განცხადებას, რომელიც ჩვენ ვნახეთ, აშკარად მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა, რომ ის ვერ ითანამშრომლებს ადამიანთან, რომელმაც მას ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული უწოდა. სახელგვარი არ დაუსახელებია, მაგრამ ადვილი ამოსაკითხი იყო, ხო? ნუ კონკრეტულად ის განცხადება იყო, აი იმ განცხადებას უპასუხა მელიამ სააკაშვილისას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, სადაც აი საუბარი იყო ნიკა გილაურის ფიგურაზე, საიდან გამოჩნდა ის ფული საიდან გამოჩნდა, რომელიც ნიკა გილაურმა დახარჯა საარჩევნო კამპანიის დროს. თავისთავად მინდა რომ შეაფასო ეს ამბავიც. ერთ სივრცეში ვერ ვიქნებიო ნიკა მელიაწერს და სხვა შორის უნდა ვაღიარო ცოტა ირონიული იყო, რომ ერთ სივრცეში არიან ამ წუთას ნამდვილად. გვერდი არიან და უნდა ვაღიარო, რომ ეს იყო ცოტა ირონიული ნაწილი ამ განცხადების, მაგრამ ამას გარდა ხო, ძიმე სიტუაცია არის ამ ხრივ, ხო? ეს არ არის მარტივი თემა და ამიტომ მე მგონი უნდა უპასუხოთ იმ ბრალდებებსაც, რომელიც ისმის, იმ კითხვებსაც, ეხლა ბრალდების ფორმა ხშირად არ აქვს, მაგრამ ბატონ გილაურთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული კითხვები, ხო? აი თავისთავად არა მარტო გილაურთან დაკავშირებით, რომ დავცალოთ რაღაცა ტიპის პერსონალები. ხო, და თეორიისგან რომ რაღაცა მოხდა, ხო? შედეგიც ხო ეს არის, ხო? გაიყო ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერების პარტია გაიყო, ეს ამხელი ელექტორალური ჯგუფი გაიყო, შედეგი არ იყო მაინც და მაინც ახარბიელა, ხო? და აი ამიტომ აი ამ ნაწილსაც რო უპასუხოთ, ხო? ხო. პირველი დავიწყები მით, რომ ჩვენ რაც გვახსოვს არის ის, რომ მე ხდახობთ ხლების საით მივდივართ. ვერც ერთი თამაშის, ვერც ერთი, ეს ვთქვათ, კოორდინაცია, ერთობა თუ რაღაც საერთო გუნდური მოქმედება ვერ შედგება მანამ სანამ ჩვენ არ გვექნება და ეს ცხოვრებაშიც ესეა, ყველა წინააღმდეგობაში ასეა, უკრაინაც ასე მოქმედებს და აბსოლუტურად ყველა ის სუბიექტი, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობას წევს არადემოკრატიულ ძალებთან, თუნდაც დემოკრატიულ ძალებთან, სპორტშიც ასეა, თუ არ გვექნება თამაშის საერთო შეთანხმებული წესები, თუ არ მივიღებთ მოცემულობას, რომ ჩვენი ყოველი მოქმედება უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე, ამის გარშე შორს ვერ წავალთ. ანუ რაღაც გვერდთა თემების შემოტანა, რომლებიც უფრო მეტად გამყოფი აღმოჩნდება ყოველთვის ვიდრე რაღაც გამაერთიანებელი, ეს იქნება ყოველთვის პრობლემატური. განსაკუთრებით ეს იქნება პრობლემატური მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ საკითხებს, როდესაც ჩვენ ისეთ არავამას საკითხებს მოდი რბილად რო ვთქვათ და არასასიამოვნო საკითხებს, როდესაც ვიღაცებს სამშობლოში თანყოფილ თანაგუნდელებს და მეგობრებს, რომლებიც დღეს პოლიტიკური პატიმრები არიან, უწოდებ გარიგებულებს და ასე შემდეგ. ეს იქნება მათთვის პირადად და მათი გუნდისთვისაც საწყენი და ამიტომ ხო, მსგავსი პასუხი შეიძლება მე თვითონაც უნდა ვაღიარო ძალიან კრიტიკული ვიყავ თავზე. კი, ვიცი მე მახსოვს. სააკაშვილის ამ პოსტს მიმართ, იმიტომ რომ რაღაც ყველა ჩამოთვალა მას ვინ უღად თავის შესაძლებლად არაფერი არ დაიწყება. აქ მხოლოდ არ თუმცა არის იქ ახლა კომპონენტი, რომელსაც გაცემა კი, მივდივარ აქამდე ზუსტად აი რადგან ეს კითხვა დაისვა. ხო, ეს იქნებოდა საწყენი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი ნიკაც, მეორე ნიკაც, ზურაც, აუცი ელენის და კიდევ სხვები, მე არც ეს შეეჭვი არ მეპარება, ვინც იქ ჩამოთვლილები იყვნენ და განსაკუთრებით ამ ადამიანებში დღეს არიან პოლიტიკური პატიმრები, ხო? და განსაკუთრებით რთულია ყოველთვის ამის მოსმენა. მათ შორის ნიკამ იმაზეც ისაუბრა და ეს ახსენა, რომ ხო ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური კოორდინაცია, გვჭირდება უფრო გაფართოება ამ წრის და ასე შემდეგ და ესეც მათ შორის ჩემი აზრით უფრო აქეთკენ იყო მიმართული, რომ რაღაც თამაშის საერთო წესებზე უნდა შევთანხმდეთ. მეორე არის ის თქვენ რაც ახსენეთ, აი გაიყო, არ გაიყო და ასე შემდეგ. როდესაც კვლევები ტარდებოდა და ამ კვლევებზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, მათ შორის თქვენთან ერთად, როდესაც კვლევები ტარდებოდა, აბსოლუტურად ყველა კვლევა და მათ შორის ის საერთო კვლევა, რომელზეც ყველა აპელირებდა, რომელსაც გადაწყვიტა საბოლოო ჯამში რა კონფიგურაციით უნდა გასულიყო პროდესალური პოლიტიკური ძალები, გავსულიყავით 2024 წლის არჩევნებზე. ეს კვლევა ამ კვლევას ყველა ყურებდა პირდაპირ ეთერში. მე მინდა რომ უბრალოდ ამით ეს თემა დაიხუროს. არ მგონია ეს ახლა სწორი. ხო, დაიხურება ალბათ, მაგრამ მესმის ხო, ანუ ჩემი ხო, არ იქნება უბრალოდ სწორი, რომ რაღაც გავაგრძელო ბევრი. ანუ ეს ამ კვლევას უყურებდა ყველა პირდაპირ ეთერში. ამ კვლევის შედეგებს დაითანხმა ყველა, მათ შორის ეს კვლევა ჩაატარეს დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, რომელსაც ყველა ენდობოდა და ესეც მათ შორის ცნობილია და ამ კვლევამ გადაწყვიტა სიამბლეში რა გზით უნდა წავსულიყავთ. კი, მეტნაკლები სხვაობა იყო, ოღონდ მაინც აქეთ გადმოიხარა, ეს ვთქვათ ის არის. მეორე არის ის, რომ იქ ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო, ვინ როგორ გავიდა და ასე შემდეგ და 2024 წელს თქვენ ახსენეთ გილაურის ფაქტორი, ჩვენი კოალიციის ფაქტორი და ასე შემდეგ. ხო, მაშინ ეგ მაგ კითხვებს მე არ უნდა ვცემდე პასუხს და ჩემი გუნი. მაგ კითხვებს პასუხს უნდა ცემდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ბრალდებები აქვთ, იმიტომ რომ სინამდვილეში არასდროს ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ამ ბრალდებებზე თქვენ გემახსოვრებათ. არც პასუხი არ გაგვეცა, იმიტომ რომ დამატებითი გამყოფი თემები არ შემოგვეტანა. უბრალოდ კითხვები დასვან მაშინ ადამიანებმა, ვისთან ითხოვდნენ საბოლოო ჯამში საერთო სიას, ვინც ბიზნესს მიეყიდა და გარიგებულეს, ხო, უტოპიაა, ხო, როგორ შეიძლება მსგავსი
რაღაცის მოთხოვნა და აი ამ კითხვებს მაშინ თავად უნდა გასცენ პასუხი. ხო, ეხლა მე არ ვიცი, ყოველთვის ვცდილობთ რომ თავი შევიკავოთ ამისგან, ვიყოთ უფრო რაღაცა დისტანცირებულები, მსგავსი საკითხებისგან, მაგრამ თან მარტივად გავცემ ამ ყველაფერს პასუხს. მე თუ ვინმეს ბრალს დავდები იმაში, რომ ის გაყიდულია ბიზნესს მიეყიდა რეჟიმს ეთანამშრომლება, მაშინ მასთან არც საერთო სიას მოვითხო და არც ერთობას ერთი და მეორე, მაშინ ავდგები და კონკრეტულ ფაქტებს დავდები, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს პირიქით საერთო ბრძოლას წაადგება და არა იმას რომ რაღაც გარკვეული კითხვის ტიშები დავტოვო და ის თქვა ეს სივრცე კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას იწოდებს პირველ რიგში საზოგადოებისთვის. ანუ ორი კითხვა არსებობს, მაშინ საერთო სიასვისთან ვითხოვდით ერთი და მეორე ხო, მაშინ უნდა დავდოთ კონკრეტული ფაქტები, ვინ მიეყიდა, ვინ როგორ მიეყიდა და სახელი და გვარები უნდა დასახელდეს, თორე საერთო ბრძოლას წაადგება ეს ყველაფერი. კი, ალბათ ხო არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ხა ციხეში ყოფი პატიმრები. ამიტომ ვცდილობ ხოლმე აი ხო ნახეთ ძალიან მარტივად შემოვიფარგლე, რაც შეიძლება დილად მეთქვა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ მგონია სწორი. მე უცბად გითხრა ნიკა ხა ეს კითხვები კიდავშ, მაგრამ ველოდები იმედია გამოვა თქვენი ლიდერები ციხიდან და აი განსაკუთრებით ნიკას გვარამიასთან მინდა რომ ამ კითხვებზე მის ხედვა მოვისმინოთ როგორ არის ამ საკითხების მათ შორის კრიტიკული მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილები იქნა მიღებული მის მიერ განსაკუთრებით და არა მარტო მის მიერ, მაგრამ განსაკუთრებით მის მიერ გასული წლების განმავლობაში. მე მგონია რომ მას საინტერესო პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს, მით უმეტეს რომ უფრო კრიტიკულად შეიძლება საინტერესო დიალოგი ექნება. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ, ჩვენთან ერთად კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი